ჩემი ეხა გახდა 7-ის. ინეცოლის, ჰა? ინეცოლი. შენო, ესეთი წყნარი ხარ? თუ ეხა გაიგვიძა იმიტომ. ახალი გაგვიძებულია. ეს უკვე ერთი წელია რაც აი. ამის შემდეგ სხვა გზა არ ქონდათ გარდა იმისა. რა სათამაშოც არის, მედიკამენტებიც რაღაც პეიჯი. მოქმედში 30 მილიონი ლარით მეტი იხარჯება. არ ჩერდება არც ტელეფონი ჩვენი ოფისის, არც ისე. რეალურად გამეტებულია რა. 3-4 მილიონიან იმას აკეთებენ ეკონომიას. ჩვენი მხრიდან ელემენტარული ხარდაჭერა ექნება. 2008 წლიდან მე ვცხოვრობ. თუ შესწავლილი აქვს თქვენი მდგომარეობა, მაშინ კიდევ უფრო არის. რაღაც ახალოთებში ნახეთ გადაარჩიეთ თქვენ რაც გამოგადგება. ჩემ ოჯახს ამ ეტაპზე არანაირი შემოსავალი არ აქვს. ჩემი ქმარი უმუშევარია, მეც უმუშევარი ვარ. პატარა ბავშვი მყავს 7 თვის. სისხლის ჩასაბარებლად მივდიოდით. ბავშვი მშიერი რო არ ყოფილიყო მივმართე დასახმარებლად, მაგრამ 4 თვე არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. ვეღებათ ოჯახი, ახალგაზრდა ოჯახი, სადაც 7 თვის ბავშვი არის, თვეების განმავლობაში ითხოვს ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროსთან. არანაირი ყურადღება მათგან და პირიქით ცინიკური დამოკიდებულება ჩვენ ვიხილეთ გუშინ წინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო განაცხადა, რომ თითოეული სოციალ-დაუცველი ოჯახის საჭიროება არის შესწავლილი. და თუ შესწავლილი აქვს და არ უნიშნავენ ამ დახმარებას, სადაც რეალურად ოჯახში ხედავთ არაფერი არ არსებობს. ელემენტარულად ალბათ 1000 გულასაც კი ვერ მიიღოს ეს ოჯახი. აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო მინისტრი მოადგილე გამოდის და საუბრობს, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს შესწავლილი, ეს არის დაცინვა და მე ვთხოვ ბატონ სერგეენკოს, რომ დაინტერესდეს პირადად აი ამ ოჯახის მდგომარეობით და მანამ სანამ იგი დაინტერესდება, ჩვენ რეალურად ყველანაირად ხელშეუწყოთ და დავეხმარებით, რომ თვიდან თვემდე ამ ოჯახმა თავი გაიტანოს, ვინაიდან 7 თვის ბავშვს ელემენტარულად ვერ ყვებამენ და ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს არის სირცხვილი და მე მწვენია ბატონი სერგეენკოს მაგივრად, რომ ამ ოჯახმა თვეების განმავლობაში ელემენტარულად ხმა ვერ მიეწვნა ჯანდაცვის სამინისტროს.